ტენეს ისტორია იწყება 2000 წელს დაახლოებით, როდესაც გავხდი სტუდენტი და მაშინ მივიღე მართვის მოწმობა და მეგობრებთან ერთად საკმაოდ ხშირად გზავრობდით ხოლმე და მოგზაურობდით. იმ დროიდან საქართველოში არ იყო იმდენი ნაგვის ურნა რამდენის დღევანდელში არის და დღის განმავლობაში, რასაც ყიდულობდით და მოვიხმარდით, აგროვებდი პარკში და ვყრიდი დღის ბოლოს. და მაშინ მივხვდი პირველად თუ რა რაოდენობის ნარჩენს გამომუშავებდით მე და ჩემი მეგობრები ერთი დღის განმავლობაში. მაშინ ესე არ იყო სიტყვაზე ინტერნეტი და Google რო შესულიყავი და გადამემოწმებინა, უბრალოდ ვიცოდი რომ 6 მილიარდი იყო დედამიწის მოსახლეობა და დაახლოებით გადავამრავლე რა რაოდენობის ნარჩენი გენერირდებოდა ერთი დღის განმავლობაში ადამიანების მიერ. და მივხვდი რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო, რაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებდა გარემოს და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ აი ამ პრობლემას რაღაცნაირად უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება. შემდეგ გადის რამდენიმე წელი და უკვე 2017 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დამენერგა USB კაბელების წარმოება. ჩავედი ჩინეთში, სადაც ამიხსნეს წარმოების ტექნოლოგია და ამიხსნეს, რომ უნდა გამომეყენებინა პირველადი პლასმასა. რაც საკმაოდ დიდი პრობლემა იქნებოდა კვლავ გარემოსთვის, რადგანაც ეს USB კაბელიც ადრე თუ გვიან გახდებოდა ნარჩენი და ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენი და ძირითადად შეფუთვა მოხდებოდა ნაგავს საყრელზე და აბინძურებდა გარემოს და აი სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი გამოსავალზე რა შეიძლება და მოგეფიქრებინა და აი ესეთი გამოსავალი მოუნახე რომ დავიწყე ტესტირება მაშინ მერე რაც დანადგარები ჩამოვიდა საქართველოში დავიწყე სხვადასხვა სახის პლასმასის ტესტირება მინდოდა რომ აი ეს პირველადი პლასმასა ჩამენაცვლებინა მეორადი პლასმასი ცადე ძალიან ბევრი რაღაც სიტყვაზე მილები გაყვანილობა ესე იგი მანქანის პლასმასის ნაწილები ბოთლის თავსახურების და საბოლოო ჯამში საუკეთესო მასალა გამოდგა ბოთლის თავსახური, რადგანაც არის თერმოპლასმასა და კარგად დაინერგა წარმოებაში, ისე რომ ტექნოლოგია გამართული აღმოჩნდა. თან ამას საკმაოდ ისეთი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგანაც ბოთლის თავსახურებს მაგალითად ჩვენ ხედავთ და ხვდებით პრაქტიკულად ყოველდღიურად და ადამიანებისთვისაც ეს უფრო ესეთი თვალსაჩინო მაგალითი და წახალისება იქნებოდა, რომ როგორ შეიძლება ნარჩენი შეგვემცირებინა. მას მერე რაც წარმატებით დავნერგეთ წარმოებაში მეორადი პლასმასის გამოყენება სოციალურ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომ აი ჩვენი კომპანია მიაღწია ესეთი სახის წარმატებას და მოუწოდეთ მოსახლეობას, რომ არ გადაეყარათ პლასმასა, არამედ შეეგროვებინათ და ჩაებარებინათ ჩვენთვის. ჩვენ გადავამუშავებდით და გამოვიყენებდით USB კაბელების წარმოებაში. და სამწუხაროდ ამ განცხადებას დიდი დაინტერესება არ მოყვა და საკმაოდ ცოტა ადამიანმა მოიტანა და ჩაგვაბარა პლასმასა. მივხვდით, რომ რაღაც უფრო ქმედითი უნდა გაგვეკეთებინა და წამოვიწყეთ ესეთი აქცია. სიმბოლური აქცია, რომ აი ვინ შეაგროვებდა 50 ბოთლის თავსახურს, მას საჩუქრად გადავცემდით USB კაბელს. სანაცვლოდ აი ამ 50-დან პირობითად 2 წელ თავსახურს წარმოებაში გამოვიყენებდით. ეს ძალიან სიმბოლური აქცია იყო, იმიტომ რომ ღირებულება რეალურად 50 ბოთლის თავსახურის პრაქტიკულად ნულის ტოლფასია საბაზრო ღირებულება. ჩვენ შეგვეძლო სიტყვაზე სხვა მასალა გვეყიდა, კიდე სხვანაირად გვეყიდა ეს გამოყენებული მასალა. მაგრამ მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ეს უნდა ჩაგვებარებინა მოსახლეობისგან და უნდა ყოფილიყო 50 ცალი. 50 ცალი რატომ? რომ არ ყოფილიყო რთული შეგროვება და არც ძალიან მარტივი. აი ესეთი დატვირთვა მივეცით. აი ამან უკვე გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება მოქალაქეების მხრიდან, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩაგვაბარა 50 ბოთლის თავსახური დავარიგეთ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩვენი წარმოების USB კაბელები
და ეს აქციაც რაღაც გარკვეული პერიოდი გავაგრძელეთ, შემდეგ შევწყვიტეთ და ვთქვით, რომ ეხლა სიტყვაზე საჭიროა 50 ბოთლი და 50 თავსახური, მომდევნო ეტაპზე 100 თავსახური და 100 ბოთლი, მერე 200. ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ქცევა დაგვენერგა ჩვენს მოსახლეობაში აი ამ პლასმასის დაბინძურების პრობლემის მიმართ ასევე აგვემაღლებინა ცნობიერება. ნელ-ნელა ავედით სიტყვაზე აი ამ 200 ბოთლსა და თავსახურზე და შემდეგ პერიოდულად წვეთით ხოლმე აქციებს და მერე დავიწყეთ პრაქტიკულად ყოველთვიურად თითოდღიანი აქციების გამოცხადება. აღმოჩნდა რომ ხალხი რომელიც აგროვებდა და გვაბარებდა იმის გამო რომ USB კაბელი მიიღო, მაშინ როდესაც წვეთით აქციას, მაინც აგრძელებდნენ შეგროვებას, ეს გადავიდა მათ ესე ვთქვათ ჩვევაში და მაინც მოქონდათ და გვაბარებდნენ. აი ესეთი სახით მოახერხეთ მიგვეღწია დაგვენერგა ნარჩენების, შეგროვების და ჩაბარების კულტურა, რომელიც საქართველოში აქამდე საკმაოდ ესე ვთქვათ ნაკლებად განვითარებული და პოპულარული იყო.